რა განაპირობებს იმას, თუ კარგი მსმენელი არის ადამიანი, თუ ცუდი მსმენელი არის. ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია ზოგადად ფსიქოტიპზე, ანუ ადამიანის ხასიათზე და ნატალურ რუკაზე მთლიანად, მაგრამ გარკვეულწილად ეს დამოკიდებული არის ასცენდენტზეც. თუ ასცენდენტზე ამოდის ქალური ნიშანი. ქალური ნიშნები ზოგადად არიან უფრო მსმენელები. ესე ითვლება, იმიტომ რომ შედარებით უფრო პასიურები არიან თვითგამოხატვაში, შესაბამისად საუბარზე უფრო მეტად გისმენს. შესაბამისად, თუ ადამიანს ასცენდენტზე აქვს ქალური ნიშანი, თუ კუსპიდი იწყება ქალური ნიშნის, ნიშნით არ აქვს მნიშვნელობა ჩართულ ნიშანს, ამ შემთხვევაში ჩართული ნიშანი რა თქმა უნდა ახდენს გავლენას, მაგრამ ძირითადი მაინც ყოველთვის არის ასცენდენტის ნიშანი. კუსპიდზე მდგომი ნიშანი და შესაბამისად თუ კუსპიდზე დგას ქალური ნიშანი, ესეთ შემთხვევაში ადამიანი იქნება დიდი ალბათობით მსმენელი, შეუძლია მოსმენა სხვა ადამიანის. თუ კუსპიდზე დგას კაცური ნიშანი, ამ შემთხვევაში ადამიანი უფრო მეტად საუბრობს, ვიდრე გისმენს და თუ ჩართული ნიშანი აქვს ქალურ ნიშანში, მაინც შესაძლოა რაღაც შუალედი კონდეს, რომ თან გისმინოს, მაგრამ აუცილებლად ჩაგეჭრება, აუცილებლად ეცდება, რომ თვითონაც ისაუბროს თუ კუსპიდზე ეს პირველი ნიშანი, რითაც კუსპიდი იწყება, აქვს კაცური. ქალური და კაცური ნიშნებს ჩვენ ვასხვავებთ უკვე, მე მაინც შეგახსენებთ, რომ ყოველი მეორე ნიშანი არის კაცური და ყოველი მეორე არის ქალური. ანუ ვერძის შემთხვევაში ვერძი იწყება ყველაფერი კაცური ნიშნით, ანუ ვერძი არის კაცური ნიშანი, შემდეგ ყურო არის ქალური, შემდეგი არის ტყუპები კაცური, კირჩხიბი ქალური ნიშანი, ლომი კაცური, ქალწული ქალური, სასწორი კაცური, მორიელი ქალური და ასე შემდეგ. მიყვება ესე თან მიმდევრობით ქალური, კაცური. პირველი ნიშანი ვერძი ყოველთვის კაცურია, შემდეგ არის ქალური და ესე მეორდება სულ ყოველი მეორე, ესე ვთქვათ. სულ ეს არის, დააკვირდით, სცადეთ, ნახეთ თქვენს რუკებში, თქვენი ნათესავების რუკებში, დააკვირდით, გაიხსენეთ ადამიანი, ვინც კარგი მსმენელი, ან ვინც ყოველთვის გიშლით საუბარს და კეჭხირებად საუბარში, ან რომელიც ყოველთვის თვითონ საუბრობს მხოლოდ და გადაამოწმეთ ასცენდენტის ნიშანი.